ეროვნულ არქივს ომარ კელაპტრიშვილის კოლექცია შეემატა. ხელოვანის მეუღლემ კინოფოტოფონო დოკუმენტების ფონდს მუსიკოსის შემოქმედების ამსახველი ვიდეოკადრები და აუდიო მასალა უკვე საჩუქრად გადასცა. კოლექცია საარქივო წესით დაამუშავდა, პროცესში კი ომარ კელაპტრიშვილის მეუღლეც მონაწილეობდა. დეტალები ნახეთ თამარ გრძელიძის და გიორგი პაჭიკაშვილის რეპორტაჟში. ეს მაგნიტური ფილმი, რაზეც ხდებოდა ჩაწერები მთელი გასული საუკუნის განმავლობაში. 8 საათი და 30 წუთი გასული საუკუნიდან ეროვნულ არქივს ომარ კელაპტრიშვილის აუდიო კოლექცია შეემატა. მაგნიტურ ფილმზე ხელოვანისა და მისი ფოლკლორული ანსამბლების სიმღერებია ჩაწერილი. ეს მასალა, რაც ბატონი ომარის მეუღლემ ქალბატონმა გადმოგვცა საჩუქრად, ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი იმითი, რომ აუდიო ჩანაწერები არის დაახლოებით 8 საათნახევარი ხმოვანების, არის ორიგინალი ჩანაწერები, პირველი პირები, რაც სტუდიაში წერებოდა, არის რადიო ინტერვიუები, აქვს კონცერტები. აუდიო ჩანაწერებთან ერთად ეროვნული არქივის კინოფოტოფონო ფონდს სიმი კელაპტრიშვილმა მეუღლის შემოქმედების ამსახველი ვიდეო მასალაც გადასცა. კადრების საერთო მოცულობა 9 საათი და 30 წუთია. სატელევიზიო გადაცემები ომარ კელაპტრიშვილისა და მისი ანსამბლების შესახებ. დოკუმენტური ფილმი ხელოვანზე, მისი შემოქმედებითი საღამოები, შეხვედრები და საკონცერტო გამოსვლები. ეროვნული არქივის ფონდი მრავალფეროვანი ვიზუალური მასალით შეივსო. მე ბედნიერი ვარ რა კუთხით, იცით რომ თითქოს ომარი ახლიდან იბადება ამ შემოქმედებით, თავისი შემოქმედებით და 2013 წლის 1 იანვარს მას შეუსრულდებოდა 70 წელი და ეს ძალიან დიდი საჩუქარია მის საიუბილეოდ. საქართველოს სახალხო არტისტი და მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი ქართული ფოლკლორის მოყვარულებს სალამურზე ვირტუოზულად შესრულებული სიმღერებით ახსოვთ. 59 წლის ასაკში გარდაცვლილი ომარ კელაპტრიშვილის ვიდეო და აუდიო მასალა უკვე შეისწავლეს და ელექტრონული ვერსიებით შექმნეს. დღეიდან ეს ყველაფერი მკვლევარებისათვის ხელმისაწვდომია.